მოვამზადოთ მინი პიცა. თბილისს დავამატოთ საფუარი, შაქარი, გადავურიოთ და დავტყოთ თბილ ადგილას გასააქტიურებლად 15 წუთით. ჯამში გადავიტანოთ გააქტიურებული საფუარი, კვერცხი, კარაქი, მარილი და გადავურიოთ. ეტაპობრივად დავამატოთ ფქვილი. ცომი გამოვა ცოტათი წებოვანი, მაგრამ ზედმეტი ფქვილი არ დაამატოთ. უბრალოდ ბოლოს ჩაძილეთ კარგად ზეთით და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათით. სოუსის ვიდეო რეცეპტის ჩაწერა დამავიწყდა, ამიტომ აღწერაში დაგიწერთ მომზადების წესი. აფუებული ცომი დავყოთ 6 ნაწილად, მოვაგუნდაოთ, გადავიტანოთ ფორმაში და დავწვოთ ასაფუებლად 20 წუთით. ცომის გუნდა გავაბრტყალოთ ისე როგორც ვიდეოში ნაჩვენები, დავაჩხვლიტოთ, გადავანაწილოთ სოუსი. შეკთავსისთვის მე გამოვიყენე შაშხი, ბულგარული, კიტრესი წნილი და სულგუნი. რა თქმა უნდა, შეკთავსი შეიძლება იყოს განსხვავებული, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე. გვერდებს წავუსვათ კვერცხის გულისა და რძის მასა. ზემოდან კი მოვაყაროთ სულგუნი. ვაცხობთ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე ზედაქვედა წვით.